საათი მე მგონი. ხო, დავიწყოთ. კი. ჩაის გავიკეთებ და დავიწყოთ. წამოდი. ჩაიდან ცხელი არა კაია. იმისთვის რომ კარგი თურქული ჩაი გამოგვივიდეს, ერთხელ ჩაიდანს უნდა გამოვავლოთ. ალბათ გაინტერესებთ რაზე ვისაუბრებ დღეს. ოსმალების სულთანი სელიმ მესამე, კენედი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ტრამპი, ირაკლი კობახიძე. საინტერესო თემა გველისდღეს. ჩაი უნდა დავაყენოთ და ცოტა ხანში დავიწყებთ. ჩაიც მზად არის, კაიფერია. იმისთვის რომ ნამდვილი თურქული ჩაი გალიო, აი ამ ჭიქიდან, რომელსაც ქუჩუგბარდა ქვია თურქეთშიც და აზერბაიჯანშიც. შაქარი ჩავაგდოთ. წავედით. სელიმ მესამე იყო ოსმალეთის იმპერიის 22-ვე სულთანი. იგი მართავდა ქვეყანას მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში და ტახტზე ავიდა 28 წლის ასაკში. ისტორიაში სელიმ მესამე შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და განათლებული სულთანი. მამამისიც მუსტაფაც ძალიან განათლებული იყო, მაგრამ სელიმი ფლობდა სხვადასხვა უცხო ენას, ძალიან უყვარდა ხელოვნება, წერდა ლექსებს და მუსიკას. და სხვათა შორის ესეთი სიყვარული ხელოვნებისადმი მას ჩაუნერგა დედამ, მიხრიშაჰ სულთანმა, რომელსაც თურქეთში გიურჯი გეზელს ეძახდნენ, ანუ ქართველ ლამაზმანს. ხო, ქართველების გარეშე, ესე იგი, არც ერთ ისტორიას არ ყვებით ჩვენ პირად საქმეში, თითქმის. სულთან სელიმ მესამე, როგორც გითხარით, იყო ძალიან პროგრესული და ისეთი აქტიური სულთანი და პირველ რიგში იმის გამო, რომ მან ჩაატარა არაერთი ძალიან სერიოზული რეფორმა. პირველ რიგში ეს ეხებოდა ჯარის რეფორმას, ასევე საგადასახადო რეფორმა, საგანმანათლებლო რეფორმა, რომელშიც დედა ეხმარებოდა და როდესაც სულთანი ავიდა ტახტზე, მიხრიშაჰი, ეს ქართველი ლამაზმანი, გახდა ვალიდე სულთანი. ხო გახსოვთ სერიალი დიდებული საუკუნე. აი ვალიდე სულთანი იქიდან ალბათ გეცოდინებათ. როდესაც ჩვენ ყვებით სელიმ მესამეზე და მე-18 საუკუნის ბოლოზე, მე-19 საუკუნის დასაწყისზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ისტორიული კონტექსტი, რომელიც მაშინ არსებობდა. მე-14, მე-15 საუკუნეში ოსმალეთის იმპერია ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში და თურქების რეგულარული ჯარი იყო ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და ძლიერი მთელს სამყაროში და განსაკუთრებით ევროპაში ეშინოდათ ესე იგი თურქების, ოსმალების. მაგრამ მე-18 საუკუნის ბოლოსთვის, მე-19 საუკუნისთვის სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ევროპაში გაჩნდა არაერთი ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო ისეთი ბრძოლისუნარიანი ჯარი. ამიტომ სელიმი მიხვდა, რომ რაღაცა უნდა შეეცვალა და ზუსტად ამიტომ ატარებდა ამ რეფორმებს. რაც შეეხება სამხედრო რეფორმას, იგი პირველ რიგში ეხებოდა იანიჩართა კორპუსს. ახლა ვინ იყვნენ იანიჩარები? ისევ ალბათ დიდებული საუკუნიდან გახსოვთ აი ეს ჯარისკაცები, რომლებსაც ეცვათ ესეთი წითელი ტანისამოსი. ეგენი იყვნენ, აი როგორ აგიხსნათ, როგორც საფრანგეთში ალბათ მუშკეტერები. თუ თურქულ რეგულარულ ჯარში მსახურობდნენ თურქები, იანიჩართა კორპუსში აყავდათ ბიჭები სხვადასხვა ქრისტიანული ქვეყნებიდან, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა ოსმალებს. და ესენი იყვნენ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცები თურქულ ჯარში. მაგრამ ამასთანავე მშვიდობიან დროს იანიჩარები საკმაოდ ისეთ საფრთხეს წარმოადგენდნენ, რადგან არაერთი ამბოხი, არაერთი გადატრიალება მოხდა ზუსტად იანიჩართა ხელით. ამიტომ სელიმმა გადაწყვიტა, რომ ჩაატაროს ეს რეფორმა, ჩამოიყვანა ევროპიდან სხვადასხვა სპეციალისტი, არქიტექტორი, გახსნა
თურქეთის ოსმალების საელჩოები ევროპაში საგადასახადო რეფორმა ჩაატარა, როგორც გითხარით და ბუნებრივია, რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანს არ მოწონდა. არ მოწონდათ იანიჩარებს, არ მოწონდა, არ ვიცი, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს, არ მოწონდა აი ოსმალების გარკვეულ ელიტას, ზოგადად ადამიანებს არ მოწონთ რადიკალური რეფორმები, ჩვენც ეს ვიცით. და ამიტომ სელიმი მესამე ხვდებოდა, რომ სულ რაღაცა საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. ზუსტად ამიტომ გარკვეულ ეტაპზე თავისი მმართველობის სელიმმა გადაწყვიტა, რომ შექმნას ესეთი საიდუმლო კომიტეტები, რომლებიც დაექვემდებარებოდნენ მხოლოდ სულთანს. მათი არსებობის შესახებ დიდმა ვეზირმაც კი არ იცოდა. რაც შეეხება ვეზირებს სულთანის კარზე, სელიმ მესამეს მმართველობის დროს 10 ვეზირი შეიცვალა. სხვათა შორის ერთ-ერთი ქოჯა იუსუფ ფაშა, ქართველი იყო წარმოშობით. 10 ვეზირი შეიცვალა. აი ამ მოკლედ დაუბრუნდეთ სელიმს, აი ამ კომიტეტების, აი ამ რაღაცა დაჯგუფების შესახებ, რომლებიც იყვნენ მხოლოდ მუშაობდნენ იმაზე, რომ დაეცვათ სულთანი, არსებობის შესახებ არ იცოდა არც საზოგადოებამ და არც დიდმა ვეზირმა, რომელიც იმ პერიოდში მსახურობდა სულთანის კარზე. აი ამ კომიტეტებს, აი ამ საიდუმლო დაჯგუფებებს ერქვათ derin devlet, ანუ deep state. მაშასე, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ deep state-ზე. დღეს ვიწყებთ პირადი საქმის მეოთხე სეზონს, დღეს გვაქვს მეოთხე სეზონის პირველი ეპიზოდი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ეხება deep states. სხვათა შორის ჩვენს გაგვიჭირდა აი ამ ტერმინის თარგმნა და ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ თქვენ, ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ თარგმნოთ, თქვენ შემოგთავაზოთ თქვენი ვარიანტები აი ამ ტერმინის deep state. რატომ გადავწყვიტეთ ამ თემაზე ეპიზოდის ჩაწერა, რადგან საკმაოდ აქტუალური გახდა ჩვენ ეს გვესმის სხვადასხვა პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან და საქართველოშიც, აგერ ირაკლი კობახიძემ ჯერ ის ვერ მოვინელეთ, ის ვერ გავიგეთ, ესე იგი გლობალური ომის პარტია რა არის, ვინ არიან ამ პარტიის წევრები, ვინ გვებრძვის ჩვენ, რუსები არიან, იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პლანეტაზე ომს აწარმოებს დღეს, არის რუსეთი, მაგრამ არა, ესენი რუსები არ არიან, აბამაშვის ვინ არიან. ხო და ჯერ ის ვერ გავიგეთ გლობალური ომის პარტია რა არის. როგორც ესე იგი გამოვიდნენ ახალი ტერმინით deep state. აქ საერთოდ დავიბენით ყველა, ესე იგი deep state რა არის. და ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვიკვლიოთ, გავარკვიოთ რას ნიშნავს ეს ტერმინი, რას გულისხმობს ბატონი ირაკლი კობახიძე და რა ისტორია აქვს აი ამ ტერმინს. Deep state. როგორც გითხარით, აღმოჩნდა აი ამ ეპიზოდზე მუშაობის დროს, მე გავარკვიე, რომ საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს აი ამ ტერმინს. Derin devlet, თურქული სიტყვებია, რომელიც ითარგმნება როგორც deep state. Deep state როგორც სახელმწიფოში არალელური, საიდუმლო, სიღრმისეული, ყველას თავისი ვერსია აქვს აი ამ ტერმინთან დაკავშირებით. მაგრამ მოდით დღეს დღევანდელ ეპიზოდში, რადგან ხშირად ვახსენებ, ვიტყვი ისევ deep states. ეპიზოდის დასაწყისში მე მოგიყევით აი ამ ტერმინის გაჩენის ისეთი ძველი ისტორია. მაგრამ ეს ტერმინი ჩნდებოდა არა მარტო თურქეთში და მოგიყვებით ახლა როგორ გაგრძელდა ამ ტერმინის ისტორია თურქეთში, არამედ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ქვეყანაში და ამერიკამდეც მიაღწია და ვიცით რომ დონალდ ტრამპმა აქტუალური გახადა deep state. თურქეთს რაც შეეხება მე-18-19 საუკუნის შემდეგ, როდესაც გაჩნდა ეს ტერმინი, სხვათა შორის სელიმ მესამეზე ვიტყვი, რომ ის მაინც მოკლეს. კი, იყო ამბოხი, იანიჩარების
გადააყენეს, სხვა სულთანი ავიდა ტახტზე და შემდეგ ესე იგი სელიმ მესამე მოკლეს იანიჩარება. მართალია იანიჩარებსაც არ ქონდათ კარგი ბედი, იმიტომ რომ უკვე მე-19 საუკუნეში იქ იყო ბრძოლა იანიჩარებსა და თურქულ რეგულარულ ჯარს შორის და მე-19 საუკუნის შუა რიცხვებში სადღაც ეს კორპუსი საერთოდ გაქრა. მაგრამ დაუბრუნდეთ Deep State. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ტერმინი უკავშირდებოდა სამხედრო ოფიცერთა სავარაუდო საიდუმლო ქსელს და მათ სამოქალაქო მოკავშირეებს, რომლებიც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ საერო წესრიგი მუსტაფა ქემალ ათათურქის იდეებზე დაყრდნობით. თქვენ ალბათ იცით, შეიძლება ჩვენ ეპიზოდიც გავაკეთოთ მუსტაფა ქემალ ათათურქზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორიული ფიგურა იყო, უმნიშვნელოვანესი რეფორმები ჩაატარა, საერთოდ შეცვალა თურქეთის სახე ამ ადამიანმა, ამ პოლიტიკოსმა, მაგრამ დღეს საუბრობ ცოტა სხვა თემაზე. მოკლედ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ თურქეთში ყოფილიყო სეკულარული სახელმწიფო და აი მუსტაფა ქემალ ათათურქის იდეებზე დაყრდნობით ესე იგი შექმნეს ესეთი ქსელი. შემდეგ არსებობს კიდე მოსაზრება, რომ თურქეთში Deep State, მალული, პარალელური სახელმწიფოში როგორც არის, ჩამოყალიბდა ცივი ომის დროს, რათა გაენეიტრალებინათ კომუნისტური საფრთხე და კომუნიზმი, აგერ საბჭოთა კავშირიდან, მეზობელი ქვეყნიდან არ შემოხსულიყო, არ შემოღწეულიყო თურქეთში. აქვე ვიტყვი, რომ ამ ტერმინს აქვს როგორც რეალური საფუძველი და მოგიყვებით რა, ასევე ეს ტერმინი უკავშირდება ძალიან დიდ კონსპიროლოგიას. ისევ თურქეთს რომ დავუბრუნდეთ, ეს ამ ტერმინის შესახებ ძალიან მაღალ დონეზე განაცხადა 70-იან წლებში, უკვე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, განაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიულეტ ეჯევიტმა. მან თქვა, რომ 77 წელს, როდესაც მასზე იყო განხორციელებული კვლელობის მცდელობა იყო, აი ამ მცდელობის უკან იყვნენ ძალები, რომლებიც წარმოადგენენ Deep States. Deep States-ზე ასევე საუბრობდა კიდევ ერთი თურქი პრემიერ-მინისტრი სულეიმან დემირელი, იგი 7-ჯერ იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი, თავის დროზე მან განაცხადა, რომ ფუნდამენტალური პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ერთიანი სახელმწიფო. სამწუხაროდ დღეისობით იმ პერიოდში საუბრობდა, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ორი სახელმწიფო გვაქვს და აი კონტექსტი იყო ზუსტად Deep State-ზე საუბრობდა. ამ ტერმინზე, ამ მოვლენაზე ასევე საუბრობდა და საუბრობს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, დღევანდელი პრეზიდენტი. ჯერ კიდევ 2007 წელს, როდესაც ერდოღანი იყო პრემიერ-მინისტრი, მან განაცხადა შემდეგი: მე არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ Deep State არ არსებობს. ის არსებობს ჯერ კიდევ ოსმალეთის დროიდან მოყოლებული. ეს უბრალოდ ტრადიციაა ჩვენს სახელმწიფოში. ის უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და თუ შესაძლებელია საერთოდ განადგურებული. ანუ შეიძლება გარდა ამისა, მე იმასაც ვიტყვი, რომ 2016 წლის მოვლენების უკან, ანუ იმ მოვლენების, როდესაც თურქეთში მოხდა დიდი ამბოხი, ერდოღანი საუბრობდა ფეტულა გიულენის ჩართულობაზე და იმაზე, რომ გიულენი იდგა ამ მოვლენების, ამ ამბების უკან, მაშინაც საუბრობდნენ იმაზე, რომ აი ამ მოვლენების უკან იდგა Deep State. მაგრამ მოდით გამოვიდეთ თურქეთიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, ჩაისაც დავლევ, გადასარევია. მოდით ჩავიხედოთ კემბრიჯის ლექსიკონში. კემბრიჯის ლექსიკონში წერია: Deep State არის ისეთი ორგანიზაცია, ან ორგანიზაციები, როგორიცაა სამხედრო, პოლიციური ან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც როგორც ამბობენ, ფარულად მუშაობენ კონკრეტული ინტერესების დასაცავად და ქვეყნის სამართავად. ანუ
ეს ტერმინი ასახავს მოსაზრებას, რომ არსებობს deep state-ი სახელმწიფოში, რომელიც კულისებში ან კულისებიდან მართავს ქვეყანას. ვიკიპედიაში თუ ჩავიხედავთ, ვკითხულობ შემდგომს. Deep state, მალული სახელმწიფო, არის ხელისუფლების ტიპი, რომელიც შედგება ძალაუფლების პოტენციურად საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებისგან, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად. მარტივი სიტყვებით რომ ახსნათ, მალული სახელმწიფო deep state-ი არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ მოვლენის, იდეის, როგორც გითხრათ, აღსანიშნავად, რომ ქვეყნის სახელმწიფო აპარატში არიან ადამიანები ან კადრები, რომლებიც ერთად მუშაობენ სახელმწიფო პოლიტიკის ფარულად მანიპულირებისთვის. ეს ადამიანები არ არიან არჩეული ოფიციალური პირები. ისინი სახელმწიფო აპარატში კი არიან, მაგრამ მალულად კულისებიდან მართავენ რეალურ სახელმწიფო აპარატს. ანუ აიძულებენ, რომ მაგალითად ან პარლამენტში, ან მთავრობაში მიიღონ ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც გითხარით, deep state-ი ეს ტერმინი გამოიყენებოდა რეალურად, არა მარტო თურქეთში, სადაც აი ამ სიტყვებს სერიოზული გრძელი, ალბათ ყველაზე გრძელი ისტორია აქვს, იმიტომ რომ დერინ დევლეთიდან მოდის ყველაფერი, არამედ დასავლეთშიც. მაგალითად, საბერძნეთში deep states ეძახიან paracratus parastate. ანუ იქაც ისტორიის გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკოსები საუბრობდნენ რაღაცა გარკვეულ ჯგუფებზე, რომლებიც მართავდნენ სახელმწიფო აპარატს, მართავდნენ მთავრობას, პარლამენტს და აღებინებდნენ რაღაცა გარკვეულ გადაწყვეტილებებს. გერმანიაში deep states ეძახიან მაგალითად რაიქსბურგერის მოძრაობას. აქ ცოტა სახეცვლილია deep state-ი, იმიტომ რომ რაიქსბურგერის მოძრაობა არის კონსტიტუციურად აკრძალული პოლიტიკური მოძრაობა. ეს ადამიანები თვლიან, რომ ისინი არიან რეიხის მემკვიდრეები. იაპონიაში ასევე ანალიტიკოსები თვლიან, რომ deep state-ი არის იქ იმ ჯგუფებში, რომლებიც მართავენ მაფიოზურ დაჯგუფებას იაკუზას. ანუ სხვადასხვა პლანეტის, სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ქვეყანაში deep state-ზე სულ იყო და არის ხოლმე საუბარი. მაგრამ როგორ ჩამოაღწია ამ ტერმინმა საქართველოში, როგორ დაიწყო ესე იგი ირაკლი გობახიძემ და სხვებმაც ქართული ოცნებიდან deep state-ზე საუბარი. 2016 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, დაიწყო საუბარი deep state-ზე. აი ამას ამბობდა. The deep state is destroying our nation. იქედან მოყოლებული ეს ტერმინი გახდა ძალიან აქტუალური. როგორც ვხედავთ, დღესაც, როდესაც დონალდ ტრამპი ისევ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ძალიან ბევრს საუბრობდა წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც და ახლაც, როდესაც უკვე შევიდა ოვალურ კაბინეტში, deep state-ზე. მართალი გითხრათ, იგი საუბრობს, მე როგორც ხვდები, ბიუროკრატიული აპარატის განადგურებაზე, რადგან მაგალითად მისმა მარჯვენა ხელმა, ან მარცხენა ხელმა, იმიტომ რომ შეიძლება მარჯვენა ხელი ახლა ილონ მასკია და მარცხენა ხელი ჯეიდი ვენსია. ნუ ნახოთ, ერთ-ერთმა ხელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა თქვა, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომ ისინი ახალი ადმინისტრაცია აპირებს 5,000 სახელმწიფო მოხელეს გაშვებას სამსახურიდან და ეს პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დაწყებულია. ამ პროცესის მეთაური ამერიკაში დღეს არის ილონ მასკი. ის არის პასუხისმგებელი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და მთავრობის ეფექტიანად მუშაობაზე. მუშაობის ეფექტიანობაზე, ესე ქვია, efficiency of the work of the government. მის თანამდებობას.
მოკლედ რაღაცა ესეთი სახეცვლილი ამბავი მივიღეთ Deep State-ის ამერიკის რეალობაში, მაგრამ ამერიკაშიც ამ ტერმინს საკმაოდ გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს. იმისთვის რომ მოვყვეთ ამ ტერმინის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოდით გადავინაცვლოთ 60-იან წლებში, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. იმ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ჯონ კენედი, საბჭოთა კავშირის ლიდერი კი ნიკიტა ხრუშჩოვი. აი ეს კაცი გაეროს ტრიბუნაზე ეს ფეხსაცმელს რო უტყავდა, ნიკიტა ხრუშჩოვი. მოკლედ 60-იანი წლების დასაწყისი ეს არის აი გაგანია ცხელი ცივი ომის ძალიან ცხელი პერიოდი. საქმე ის არის, რომ 61 წელს საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა ბერლინის კედლის აშენება ბერლინში და გააყო ბერლინი ორ ნაწილად. უბრალოდ უკვე გაყოფილი იყო, მაგრამ კედელი ააშენეს. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განათავსეს ბირთვული რაკეტები იტალიაში, დიდ ბრიტანეთში და თურქეთში. იუპიტერები, ესე ერქვა ამ რაკეტებს, რაც საბჭოთა კავშირისთვის სერიოზული საფრთხე იყო და საბჭოთა კავშირი საუბრობდა იმაზე, ლიდერები საუბრობდნენ იმაზე, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საბჭოთა კავშირს, რადგან აი კარზე მიადგათ, ესე იგი, ამერიკული ბირთვული იარაღი. კიდევ ერთი ნიშნულოვანი ეპიზოდი, რომელიც მოხდა იმ წლებში, ეს არის რევოლუცია, რომელიც მოხდა კუბაზე. 1959 წელს იქ მოხდა რევოლუცია და ხელისუფლებაში მოვიდა კომუნისტური, სოციალისტური ლიდერი ფიდელ კასტრო. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აი მთლად იქ სულ ახლოს, გაჩნდა ესეთი, როგორც ეძახდნენ, თავისუფლების კუნძული, რომელიც გახდა საბჭოთა კავშირის მოკავშირე. საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა კუბას, მიდიოდა ვაჭრობა კუბასა და საბჭოთა კავშირის შორის. კუბაზე ყიდულობდნენ შაქარს, საბჭოთა კავშირი ყიდულობდა, საბჭოთა კავშირი კი აწვდიდა სხვადასხვა პროდუქტებს. და სულ იყო საუბარი იმაზე, რომ საბჭოთა კავშირმა შეიძლება განათავსოს რაღაცა იარაღი კუბაზე, ამ კუნძულზე. არსებობდა გეგმა, იქ იყო არ შევალ ახლა დეტალებში, იმიტომ რომ დღეს არ საუბრობთ ძალიან დაწვრილებით და დეტალებში კარიბის კრიზისზე, ამას შეიძლება მთელი ეპიზოდი მიუძღვა. მაგრამ მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპიზოდია და მოვლენა და ისტორიული მოვლენა, რომელიც ეხება ჩვენ დღევანდელ თემას. მოკლედ, კუბაზე მოხდა რევოლუცია, ამერიკამ განათავსა ბირთვული რაკეტები იტალიაში, დიდ ბრიტანეთში და თურქეთში, რაც მთავარია და საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, რომ განათავსოს საკუთარი ბირთვული იარაღი, რაკეტები კუბაზე. მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა ესე ღიად და ამიტომ ფარულად უნდა გაეკეთებინათ. და აი ამ ვაჭრობა გამოიყენეს როგორც ფარი, რაღაც მალავდნენ, რომ რაკეტები მიქონდათ და ვითომ მიქონდათ რაღაცა პროდუქტები და თვეების განმავლობაში, სადღაც 62 წელს, აი ესე გადაზიდეს ბევრი რაკეტა კუბაზე. სხვათა შორის ეს მოხდა ისე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ იცოდნენ ამის შესახებ. 1962 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატები სულ ესე იგი უთვალთვალებდნენ კუბას თავისი სადაზვერვო თვითმფრინავებით, უღებდნენ, აბა რა ხდება ამ თავისუფლების ესე ვთქვათ კუნძულზე. მაგრამ ნახეთ როგორი დამთხევაა, 62 წლის აგვისტოში ცუდი ამინდი იყო, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იყო ბურუსი და რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავებმა ვერ გადაიღეს ესე იგი სიტუაცია კუბაზე, მაგრამ აგვისტოს ბოლოს ისევ გამოვიდა მზე, გადაიღეს და როდესაც CIA-მ, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მიიღო ეს ფოტოები, იქ ძალიან სერიოზული ამბავი მოხდა, რადგან მიხვდნენ, რომ კუბაზე სერიოზული ცვლილებები მოხდა
და იქ ნამდვილად კონცენტრირებულია, განთავსებულია იარაღი. შემდეგ ძალიან ბევრი ფრენა განხორციელდა, ისე უღებდნენ და მეტი მასალა მიიღეს, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ საბჭოთა კავშირმა განათავსა ბირთვული რაკეტები კუბაზე. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, საბჭოთა კავშირს უკვე ჰქონდა ახალი რაკეტები, ისეთი რაკეტები, რომელიც გასროლის შემთხვევაში ნიუ-იორკამდე და ვაშინგტონამდეც მიაღწევდა. ეს აბსოლუტურად კატასტროფული ინფორმაცია იყო ვაშინგტონისთვის, ამერიკისთვის, რადგან მიხვდნენ, რომ აი აგერ ჩვენ უკანა ეზოში, ბექიარდში გვაქვს ბაზები, სადაც არის განთავსებული საბჭოთა ბირთვული იარაღი და რაღაცა უნდა მოემოქმედათ. კიდევ ერთი მომენტი ისტორიული, რომელიც ეხება იმ დროინდელ სიტუაციას, გომარებს იმაში, რომ ამერიკას ჰქონდა მცდელობა, რომ ესე იგი შეეცვალა სიტუაცია კუბაზე. ერთი მცდელობა ესეთი გეგმაც არსებობდა, მცდელობა განახორციელეს, მაგრამ ჩაუვარდათ, ესე იგი ფიდელ კასტრო აღმოჩნდა ძალიან ძლიერი ლიდერი და შემდეგ საბჭოთა კავშირი სულ საუბრობდა იმაზე, რომ ამერიკა ცდილობს კუბის დაპყრობას. მოკლედ 62 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბერი, ოქტომბერი, ამერიკამ უკვე იცის, რომ საბჭოთა კავშირმა განათავსა ბირთვული რაკეტები კუბის ტერიტორიაზე და რაღაცა უნდა მოიმოქმედოს. გარდა ამისა, კუბის მიმართულებით კიდევ გრძელდება გემები მიდიან საბჭოთა კავშირიდან კუბის მიმართულებით. შედგა როგორც გითხარით, ბევრი ეპიზოდი იყო, ბევრი მოვლენა იყო. შედგა სატელეფონო საუბარი კენედისა და ხრუშჩოვს შორის, მაგრამ კენედიმ ამ საუბრის დროს საერთოდ არ ახსენა ის, რომ ამერიკამ იცის, რომ საბჭოთა კავშირმა განათავსა ეს რაკეტები კუბაზე. გარდა ამისა, გამოიძახეს მაშინდელი ელჩი საბჭოთა კავშირის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დობრინინი, რომელიც შეხვდა მაშინდელ იუსტიციის მინისტრს, პრეზიდენტის ძმას, რობერტ კენედის. იქაც რობერტ კენედი უბრალოდ საუბრობდა იმაზე, როგორ შეიძლება როგორ დაიძაბა ურთიერთობა ამერიკას, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, მაგრამ არ ახსენებს იმას, რომ მათ უკვე აქვთ ინფორმაცია რაკეტებზე. მოკლედ 62 წლის ოქტომბერში გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს და იქ ამერიკის წარმომადგენელმა გაეროში სტივენსონმა მიმართა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს ზორინს და ეკითხება, ადასტურებთ თუ არა, რომ საბჭოთა კავშირმა განათავსა რაკეტები კუბაზე. ზორინმა არ უპასუხა, მაგრამ პარალელურად გამოსვლა ჰქონდა ჯონ კენედის ტელევიზიით გამოვიდა, მიმართა ხალხს, ამერიკის მოსახლეობას და მოუყვა ამის შესახებ. გამოაქვეყნა ეს ფოტოები, მთელმა ამერიკამ გაიგო იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი, ესე იგი, აი ესეთ საფრთხეს, უკვე ძალიან რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკისთვის. Evening, my fellow citizens. This government, as promised, has maintained the closest surveillance of the Soviet military buildup on the island of Cuba. აქ იმასაც ვიტყვი, რომ ამ დროს საბჭოთა კავშირში საერთოდ მოსახლეობას გულისხმობ, საერთოდ არ იცოდნენ ამის შესახებ. ხალხს დაუმალეს, რომ აი ესე იგი ეს ორი ზე სახელმწიფო უკვე მივიდნენ, ანუ ბირთვული დაძაბულობა, ესე ვთქვათ, ამ ორ ქვეყანას შორის პიქს აღწევს. არა საერთოდ არ იცოდნენ ამის შესახებ. 62 წლის ოქტომბრის ერთი კვირა, სადღაც 21-დან 27 ოქტომბრამდე, ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, ყველაზე რთული, ყველაზე მძიმე კვირა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში. რადგან მაშინ ეს ორი სახელმწიფო იყო ბირთვული ომის ზღვარზე. ისე როგორც არასდროს იქამდე და მე ვიტყოდი ალბათ ისე როგორც არასდროს იმის მერეც. ოქტომბერში, აი ამ კვირის განმავლობაში საბჭოთა გემები მიდიან, მიემართებიან კუბის მიმართულებით. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირმა გაუშვა წყალქვეშა ნავებიც.
ამას ინგლისურად ამას ეძახიან აი ამ თამაშს როგორ არის ეს თამაში, მაგრამ აი ამ სიტუაციას ეძახიან who blinks first, ანუ პირველი ვინ დაახამხამებს, პირველი ვინ დააჭერდა იმ ღილაკს, რომ გაეშვა ბირთვული რაკეტა მეორე სახელმწიფოს მიმართულებით. ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა, რატო ყვები მე ამას და რა კავშირი აქვს ამ ისტორიულ მოვლენებს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ ამ კრიზისის დროს, აი ამ ბოლო კვირა რო ავიღოთ, ოქტომბრის 62 წლის ბოლო კვირა, კენედი, რომელიც მუშაობს რასაკვირველია თეთრ სახლში, მაკნამარა, თავდაცვის მინისტრის ხვები, ყველანი CIA, FBI, ყველანი მუშაობენ იმაზე, რომ დიპლომატიური გზით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოაგვარონ ეს კრიზისი, მაგრამ აი შუა ამ კრიზისში ჯონ კენედი მიემართება ჯორჯთაუნში, ვაშინგტონში ერთ-ერთი რაიონია. ჯორჯთაუნში მაშინ ცხოვრობდა არა მარტო თვითონ ჯონ კენედი, არამედ ძალიან ბევრი ცნობილი გავლენიანი ადამიანი. აი ესენი. კენედი მიდის ისეთ მიღებაზე, რომელიც ჯორჯთაუნში გაიმართა ჟურნალისტი ჯო ელსოპის სახლში. ამ მიღებაზე, ამ ფართიზე, ესე ვთქვათ, ასევე იმყოფებოდნენ ჩიპ ბოლენი, ამერიკის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში, იმყოფებოდა უილიამ კოლბი, ერთ-ერთი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი შეფი, იმყოფებოდა ალენ დალასი, სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, შეფი. იმყოფებოდა ფრენკ უიზნერი, ერთ-ერთი დამაარსებელი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსი. და იქ მივიდა ჯონ კენედი თავის მეუღლესთან, ჟაკლინ კენედისთან ერთად. ესე რომ შეხედო, ისეთი ჩვეულებრივი მიღება იყო, ჩვეულებრივი ფართი. მაგრამ როგორც ისტორიკოსები, ანალიტიკოსები ამბობენ, ზუსტად იქ აი ამ ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველანაირად გადაწყვიტეს, რომ ყველანაირად შეეცადონ დიპლომატიური გზით გადაწყვიტონ, მოაგვარონ აი ეს უმძიმესი კონფლიქტი. ესეც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ 27-28 ოქტომბერს ეს კონფლიქტი დასრულდა იმით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს კი არა და დაპირდნენ მოსკოვს, რომ გამოიყვანდნენ თავის წამოიღებდნენ ამ ბირთვულ რაკეტებს თურქეთიდან და იტალიიდან. საბჭოთა კავშირი კი დააბრუნებდა ამ რაკეტებს კუბიდან, გამოიყვანდა და დააბრუნებდა საბჭოთა კავშირში. აქ ამასაც ვიტყვი, ეს არის სხვა შორის აქ მინდა რომ მოგიყვეთ, რომ როდესაც მუშაობ რაღაცა ეპიზოდებზე, რომელიც ისტორიას ეხება და სულ რო შედიხარ სიღრმეებში, სულ უფრო და უფრო საინტერესო ფაქტები ტივტივდება და ამოდის ნაპირზე. და აქ იყო ერთი პატარა ეპიზოდი, ჯერ კიდევ როდესაც ძალიან ცხელი იყო ეს დაპირისპირება და როდესაც აი ეს საბჭოთა წყალქვეშა ნავები უკვე მიადგნენ კუბას, რუსული საბჭოთა გემები კი გაჩერდნენ ოკეანეში. მაშინ ერთ-ერთ წყალქვეშა ნავში იყო ნავის კაპიტანი, იყო ვინმე ესეთი ადამიანი გვარად არქიპოვი. ესენი წყლის სიღრმეში იყვნენ და ამერიკელები უშვებდნენ წყალქვეშა ბომბებს, რათა კი არ ბომბავდნენ ამ წყალქვეშა ნავებს, ანუ მათი განადგურება კი არ უნდათ, რადგან ეს უკვე ნიშნავდა, ესე იგი, ომის პრაქტიკულად გამოცხადებას, ხო? არამედ ცდილობდნენ, რომ ეთქვათ, რომ ამოსულიყვნენ ეს ნავები ნაპირზე, მაგრამ რუსები ამ დროს ამას ვერ ხვდებოდნენ, ანუ არ იცოდნენ რაშია საქმე და ნავში ყოფი ადამიანები ფიქრობდნენ, ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ომი დაიწყო უკვე. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აი ამ ატომური წყალქვეშა ნავიდან გაესროლათ რაკეტა, უნდა მიეღოთ 3 ადამიანს. ნავის კაპიტანს,
კაპიტანის მოადგილეს და ასევე ეგრეთ წოდებულ პოლიტ ხელმძღვანელს ნებისმიერ საბჭოთა უწყებაში და მით უმეტეს ჯარში, სამხედრო სფეროში იყვნენ ეს პოლიტიკური ხელმძღვანელები. ანუ არასამხედრო ადამიანები, რომლებიც, ესე იგი, იღებდნენ გადაწყვეტილებას. აი ამ პოლიტხელმძღვანელმა, კაპიტანის მოადგილემაც მიიღეს გადაწყვეტილება, კი უნდა ვისროლოთ, იმიტომ რომ დაიწყო ომი, უკვე ბომბავენ, მაგრამ ამ ნავის კაპიტანმა, გვარად არხიპოვმა, გადაწყვიტა, რომ არ ესროლა. დღემდე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, არის არაერთი ფილმი დოკუმენტური გადაღებული ამ ადამიანზე. ამ ადამიანს ეძახიან ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა მსოფლიო. ანუ მათ რო გაესროლათ, მაშინ ამერიკაც უპასუხებდა და დაიწყებოდა, არ ვიცი, მესამე მსოფლიო ომი, ბირთვული ომი. მოკლედ, აქ იმასაც ვიტყვი, რომ კუბის სანაპიროსთან ამერიკული გემებიც იმყოფებოდა, რადგან ამერიკამ გამოაცხადა ეგრეთ წოდებული კარანტინი. ესეც ცდილობდა, რომ შეეჩერებინა საბჭოთა გემები, რომ მიახლოვებულიყვნენ კუბას. მოკლედ, ეს კრიზისი ესე დასრულდა და როგორც გითხარით, აი ეს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს ამ ადამიანებმა. აი ამ ადამიანებს და ამ გადაწყვეტილებას და ამ პროცესს ამერიკის ისტორიაში deep states ეძახიან. ანუ ადამიანები, რომლებიც კულისებში იმყოფებოდნენ, ისინი არ იყვნენ მთავარ სცენაზე, ისინი არ იმყოფებოდნენ თეთრ სახლში. მათ ბევრ მათგანს არ ქონდა ოფიციალური პოზიცია. დალასის და კენედის გარდა, მაგრამ ზუსტად მათი გადაწყვეტილება იყო გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. რომ გავაგრძელოთ, ესე იგი, საუბარი deep state-ზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამერიკელი სოციოლოგის და პუბლიცისტის Charles Wright Millsის წიგნი, რომელიც მან დაწერა ჯერ კიდევ 1956 წელს, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების ელიტა. აი ზუსტად ამ წიგნში Charles Wright Millsი ამბობს, რომ მთავარი სადავეები ხელისუფლების ამერიკაში უკავიათ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს, ასევე ფინანსისტებს Wall Street-იდან და პენტაგონში მომუშავე ადამიანებს და ძალიან ხშირად ეს ადამიანები არ არიან მაინც და მაინც აი ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციებზე. შემდეგ უკვე მაგრამ მილსი არ ახსენებს ამ ტერმინს deep states თავის წიგნში არ ამბობს, მაგრამ უკვე 2007 წელს გამოვიდა წიგნი, რომელიც დაწერა პიტერ დეილ სკოტმა, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელსაც ჰქვია The Road to 9/11. Wealth, Empire and America's Future. ანუ გზა 11 სექტემბრამდე, სიმდიდრე, იმპერია და ამერიკის მომავალი. აი ამ წიგნში, ამ ნამუშევარში პიტერ დეილ სკოტი საუბრობს deep state-ის არსებობაზე ამერიკაში. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როდესაც ვსაუბრობთ deep state-ზე, კიდევ ერთხელ აქ ეს რემარკა უნდა გავაკეთო. მე ვსაუბრობ ფაქტებზე, რომელიც იყო ისტორიაში, რომელიც არის, მაგრამ ამასთანავე deep state-თან არის დაკავშირებული უზარმაზარი კონსპიროლოგია და ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, ზუსტად ამ კონსპიროლოგიაზეა საუბარი. მოკლედ, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ეს არის მაიკლ ლოვგრენი, რომელმაც უკვე სადღაც 2014 წელს დაწერა წიგნი, რომელსაც პირდაპირ ჰქვია Anatomy of Deep State, ანუ Deep State-ის ანატომია. ეს ადამიანი ამ წიგნში ამბობს, რომ Deep State არის სახელმწიფო მოხელეებისა და უმაღლესი დონის ფინანსისტებისა და მრეწველების ჰიბრიდული გაერთიანება,
რომლებიც ეფექტურად მართავენ შეერთებული შტატების ამომრჩევლების კითხვის გარეშე, რაც არღვევს პოლიტიკური პროცესის არსს. ანუ მაიკლ ლოვგრენი ამტკიცებს, რომ ამერიკაში არსებობენ ადამიანები, ჯგუფები, ესენი არიან ფინანსისტები, მრეწველები, მდიდარი ადამიანები, აგრძელებს დეილ სკოტის ესე იგი აზრს, ისინი, ვინც რეალურად მართავს სახელმწიფოს. არა არჩეული გუბერნატორები, მინისტრები, ადმინისტრაციის წევრები, არამედ აი ზუსტად ეს ადამიანები. დონალდ ტრამპმა დაუბრუნდეთ დღევანდელ დღეს დაიწყო ამ ტერმინის გამოყენება სრულიად, მე ვიტყოდი სხვა კონტექსტში. ანუ ის ამბობს, იგივე ამ აზრს აგრძელებს, რომ ამერიკაში არსებობს deep state-ი, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად მართავენ სახელმწიფოს და პირდებოდა თავის ამომრჩეველს ჯერ კიდევ პირველი კამპანიის დროს და ბოლო კამპანიის დროსაც, რომ ზუსტად აი ამ ადამიანებს შეებრძოლებოდა. პირველი კამპანიის დროს ისევე როგორც ბევრი რამ, რასაც პირდებოდა თავის ამომრჩეველს, არ შეასრულა ესეთი ფართომასშტაბიანი კამპანია deep state-თან ბრძოლა ჩვენ არ გვინახავს, თუმცა სულ საუბრობდა ამაზე, მაგრამ დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ აი ამ ბრძოლას ეგრეთ წოდებულ deep state-თან. როგორც გითხარით, ტრამპმა, ჯეი-დი ვენსმა, ვიცე-პრეზიდენტმა, ილონ მასკმა, ეფექტიანობაზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა დაიწყეს ბრძოლა ოღონდ სახელმწიფო მოხელეებთან, მაგალითად გენერალურ ინსპექტორებთან. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც 10 წლეულებია უკვე არსებობს ამერიკაში, ადამიანები, დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ მთავრობას. ამერიკის სახელმწიფო ეს მთელი მმართველობის სტრუქტურები, ხო, არის აწყობილი იმაში, რომ სულ იყოს ბალანსი და სულ იყოს კონტროლი, რომ არავის არ კონდეს რაღაცა ისეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება და უკვე დაიწყეს იმ ადამიანების გაშვება სამსახურიდან, ვინც მათი აზრით შეიძლება შეეწინააღმდეგოს მათ გადაწყვეტილებებს და ის რომ ტრამპის ადმინისტრაცია საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებს და უკვე დაიწყო ამ გადაწყვეტილებების განხორციელება, ამას ჩვენ აგერ ყოველდღე ვხედავთ. ბოლოს მე მინდა ისევ დავბრუნდე საქართველოში. რატომ ვისაუბრეთ deep state-ზე? რატომ? იმიტომ რომ თითქმის ყოველ დღე ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები საუბრობენ deep state-ზე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეზე. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს. გაცხადებული ეს არის deep state-ის დამარცხების გეგმა. და ჩვენ გვინდა წარმატებები უსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ხონდ ადამიანებს არ ესმით რაზე არის საუბარი. ალბათ ბევრს გონია, ან ეგონა ამ ეპიზოდამდე, რომ ეს არის რაღაცა მასონური ლოჟა, რაღაცა ჯგუფი, სადღაც რომელიც ზის და მართავს მთელს მსოფლიოს. როგორც ხვდებით, თუ თქვენ გვისმინეთ და უსმინეთ დღევანდელ ეპიზოდს, ესე არ არის. სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა ისტორია აქვს დაკავშირებული ამ ტერმინთან. ჩვენს შემთხვევაში, არ ვიცი, მე სულ ვფიქრობდი, ნეტა რას გულისხმობს, მაგრამ სერიოზულად რომ დაფიქრდე, ყველაზე დიდი deep state საქართველოსთვის ალბათ ბიძინა ივანიშვილია. ადამიანი, რომელიც არ არის არჩეული, რომელიც არ იკავებს არც ერთ სახელმწიფო თანამდებობას, მაგრამ რეალურად მართავს ჩვენს ქვეყანას. კიდე არა, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ რეალური deep state-ის არსებობაზე სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად თურქეთში, ის deep state-ელები მანიპულირებენ მთავრობით, რათა მიიღონ თავისი გადაწყვეტილებები, ის გაიტანონ და გაიყვანონ გადაწყვეტილებები, რომელიც მათ უნდათ. ჩვენს შემთხვევაში დღევანდელი, არ ვიცი, ხელმძღვანელობა ქვეყნის აბსოლუტურად უნისონში მუშაობს ბიძინა ივანიშვილთან. ისინი პირიქით ასრულებენ იმას, რასაც ამბობს და რასაც უბრძანებს ბიძინა ივანიშვილი.
ეს იყო ეპიზოდი Deep State-ზე. მე იმედი მაქვს, რომ ცოტა მაინც გაგარკვიეთ, ესე იგი, ამ საკითხში, ამ საკითხის ისტორიაში. ჩვენ დავბრუნდით, გამოყვებით YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. პოტენციურ სპონსორებსაც მივმართავთ უკვე, როგორც გითხარით, ჩვენ და ყველას არა, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მოგმართეთ, ვისაუბროთ პოტენციური კოლაბორაციის შესაძლებლობებზე. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, რომ გვისმენთ Spotify-ზე, სხვა პლატფორმებზე. იყავით ჩვენთან. მადლობა.